300 არაგველის გმირობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ერეკლე მეორის მეფობისას სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მას ეცნო ის მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. მეფემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეჰკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისსა. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი ჯარის მოგროვება მოასწრო. სპარსელები 1/20 მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართულ ჯარში ერია ერთი რაზმი, რომელიც შესდგებოდა 300 ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისაგან. ომის დაწყების წინ ამ რაზმის მეომარ შეჰფიცეს ერთმანეთს, თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დაუძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო, ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო. ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს რაზმელებმა. როცა აუარება სპარსელებმა სძლიეს პატარა ქართულ ჯარს, არც ერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არც ერთი არ შეუშინდა სიკვდილსა. ყველანი ებრძოდნენ მტერს უკანასკნელი სისხლის წვეთამდის და თავისი გმირული სული ყველა ბრძოლის ველზე დალია, თბილისის ქვემოთ, კრწანისის ველზე.